სამყაროსთვის უდიდესი საფრთხე არა ნარცისის სიცივე, არამედ ემპათიის გაღვიძება. როდესაც ეს ნამეტანი მგრძნობიარე, გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს ყველა სიამოვნების მცდელობა და გადაწყვიტოს საკუთარი თავის შიგნით ჩაიხედოს. ამ დროს იბადება ძალა. ოღონდ ეგოიზმი არა. ზუსტადაც რომ ძალა. ძალა, რომელიც გლეჯს ნიღაბს. ფარდას ხდის უხილავ манипуляციას და საფრთხეს უქმნის მთელ სისტემას, რომელიც იკვებება სწორედაც რომ ემპათიის სიკეთილით და სიკეთით. ჩვენი ემპათების მგრძნობელობა არასოდეს ყოფილა სისუსტე, არამედ ეს მგრძნობელობაა სახიფათო და გამათავისუფლებელი ტრანსფორმაციის მთავარი გასაღები. ემპათისთვის უდიდესი ხიფათი არა მისი ეს სიკეთილეა, არამედ ის მომენტი, როცა ეს სიკეთილე იშრიტება. აბა წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გთავაზობდა ღიმილს, სიჩუმეს, დახმარებას, ყველაფერს აკეთებდა, რომ გარშემო ყველას ემოციური განწყობა დაცული ყოფილიყო, რომელიც თვლიდა, რომ უნდა აეტანა სხვისი ტკივილი, აეტანა ისე როგორც საკუთარი და მხოლოდ მაშინ იქნებოდა იგი სასარგებლო, მაშინ ექნებოდა მის არსებობას გამართლება. და უცებ მისი სხეული და გონება ამბობს, საკმარისია. ემპათი არ არის მხოლოდ მომატებული მგრძნობელობის ადამიანი. იგი არის ის, ვინც თანატარებს მოწოდებას რაღაც დიდისკენ, ცნობიერების გაღვიძებისკენ, გასაღების სწორედ აქ არის. როცა ეს გამოღვიძება ხდება, წარმოიშობა არა სიცივე, რომლისაც ბევრს ეშინია, არამედ ძალა, რომლისაც აგრეთვე ბევრს ეშინია და რომელიც ემუქრება მთელ სისტემებს, რომლებიც იკვებებიან სწორედაც რომ ემპათიის უსასრულო გაცემით. ოღონდ ეს მომენტი არ იწყება ფეერვერკით, ეს მომენტი იწყება ბანალური მარტოობით. ჩვეულებრივი აღმოდამღლელი დღის ბოლოს, როცა ემპათი ყურება ჭერში და ეკითხება საკუთარ თავს. რა იქნება თუ კი უბრალოდ აღარ ვიტყვი კის? აღარ ვიტყვი კის მაშინ, როცა მინდა ვთქვა არა. თითქოს ძალიანაც ნაივური კითხვაა, მაგრამ იუნგი მას დაარქმევდა ცნობიერების დასაწყისს. გაცნობიერების დასაწყისს. გონება, რომელიც იქამდე მიჩვეულია გადარჩენას, ანუ ცხოვრობს სხვისი გულის მოგების გზით გადარჩეს. ამ დროს განიცდის შოკს, აკრძალული იდეის გამო. ემპათები განიცდიან პირველ მიკრო კონფლიქტს, როდესაც უშვებენ იდეას, იარსებონ საკუთარი თავისთვის. აი აქ იწყება ზუსტად უჩინარი გახლეჩვა. რადგან როცა ასეთი შესაძლებლობა იხსნება, მთელი ის შენობა, რომელიც სხვების გულის მოგების მოთხოვნილებებზე იყო აგებული, იწყებს ნგრევას. შესაძლებელია კი ნამდვილად შეჩერდე. აი აქ შემოდის საშინელი ეჭვი. ემპათი ფიქრობს იმედგაცრუებულ მზერებზე, ხმებზე, რომლებიც თითქოს ამბობენ, შენ ძალიან შეიცვალე. თავად ფიქრიც კი საკუთარი თავის არჩევანზე იწვევს ღალატის შეგრძნებას. პირველი ბარიერი ხომ არ არის გარეგანი, პირველი ბარიერი შინაგანია და ეს არის დანაშაულის შეგრძნება. ცნობიერება ყოველთვის ჩნდება კონფლიქტში, რადგან ცნობიერება ითხოვს ჩრდილთან შეხვედრას, საკუთარი თავის იმ ნაწილთან შეხვედრას, რომელიც ჩვენს მიერ უარყოფილია, ჩვენს მიერ გადამალულია. ემპათი, რომელიც ფიქრობს თავისუფლებაზე, საკუთარი მრისხანების ჩრდილს ეხება. მრისხანების, რომელიც გროვდებოდა წლების განმავლობაში, გროვდებოდა დუმილში. რა ძალა უნდა დაიბადოს ამ მრისხანებაში, როცა ეს მრისხანება მეტად უკვე აღარ ითრგუნება. აი ეს კითხვა ჟღერდება როგორც სახიფათო ჩურჩული. იუნგმა შეამჩნია, რომ ზღვარგადასული სიკეთილე მხოლოდ და მხოლოდ ძველი ჭრილობებისგან დაცვას წარმოადგენს. ემპათი არ იბადება ალტრუისტად. უბრალოდ ასე მიაჩვიეს.
მიაჩვენოს, რომ მხოლოდ მაშინ ექნება ფასი, როცა ის აუცილებელი იქნება სხვისთვის. ყოველი ნადავლადები ღიმილი, ყოველი გაჩუმება, სხვის სანუგეშოდ ყოველი გადმოვარდნილი ცრემლი მხოლოდ და მხოლოდ კვებავდა და ამაგრებდა ამ კონკრეტულ აზრს. ასე ყალიბდება სოციალური ნიღაბი. ნიღაბი როგორც ჩვენი ნაწილი, რათა გავხდეთ, რათა ვიყოთ მისაღები სხვებისთვის. ემპათია ატარებს ამ მოწყვალების, გულკეთილობის, მუდმივად ხელმისაწვდომობის ნიღაბს, მაგრამ სულის სიღრმეში რჩება კითხვა, ვინ დარჩება თუ კი ნიღაბი ჩამოვარდება. ეს მეორე მიკროკონფლიქტია, საკუთარი იდენტობის შიში. რადგან როცა ადამიანის მთელი ცხოვრება სხვების მიერ არის ფორმირებული, რაღა იმალება ამ როლის უკან. იუნგის მიხედვით, ინდივიდუაციის პროცესი, რომელშიც ხვდებით ის, რაც სინამდვილეში ვართ, იწყება მაშინ, როცა გვეყოფნის სიმამაცე სახეში შევხედოთ, თვალი გავუსწოროთ ამ სიცარიელეს. მაგრამ როგორ ჩავიძიროთ მასში ისე, რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ, როგორ შევინარჩუნოთ სიჩუმე, რომელსაც ყოველთვის გავურბოდით. გონება ცახცახებს, გული გვიცემს. და ემპათი გრძნობს და ცნობიერებს, რომ მას არასოდეს შეუცნია საკუთარი თავი. დრამა კიდევ უფრო ძლიერდება, როცა მოდის მოგონებები, რომლებშიც ემპათია ამბობდა კის, როცა უნდა ეთქვა არა. ახსენდება სიტუაციები, როცა მისი სხეული დაღლილობისგან იკუმშებოდა, მაგრამ ტუჩები იღიმოდა, რათა სხვისი იმედგაცრუება არ გამოეწვია. ახსენდება დღეები, როცა სრულიად დაცლილს მაინც კარგ ადამიანს უწოდებდნენ. ყველაზე მტკივნეული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თავად ხვდებით საკუთარი ექსპლუატაციის თანამონაწილეები, არა იმიტომ, რომ ეს გვინდა, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია ცხოვრება. და ზუსტად აქ ემპათი ეჯახება შემაშფოთებელ აღმოჩენას, რომ მისი მგრძნობელობა არა იმდენად ნიჭია, რამდენადაც გადარჩენის მექანიზმი. ეს კი აჩენს არა მხოლოდ მკვეთრ უკმაყოფილებას, არამედ იმედსაც, რადგან თუ კი რამე ვისწავლეთ, რამე დასწავლილია, შეგვიძლია დავივიწყოთ კიდეც. ამ მომენტში ჩნდება უფრო სერიოზული კითხვა, რა მოხდება თუ კი ემპათი შეწყვეტს სხვების მხარდაჭერას. შეინარჩუნებს თუ არა კავშირებს. თუ ეს კავშირები გაიფანტება როგორც კვამლი, რადგან მხოლოდ ცალმხრივ მსხვერპლზე იყო მიბმული. ადამიანთა ურთიერთობების უმრავლესობა ხომ არაცნობიერი კონტრაქტებია, რომლებიც ეფუძნება უთანასწორო გაცვლა-გამოცვლას. ემპათი იქთავაზობს ზრუნვას, ხოლო მიმღები, ანუ სხვა, უპირობო მიღებას. როცა ეს კონტრაქტი ირღვევა, ურთიერთობა აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. ვისეყოფა სიმამაცე და გარისკავს ამდენს იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. დაძაბულობა იზრდება, როცა ემპათი იწყებს რაღაც მოусვენრობის შეგრძნებას, სამყარო იღებს, საარგებლობს მისი არაცნობიერისგან. კეთილდღეობის არ მქონე ოჯახები, კოლეგები, რომანტიკული პარტნიორები, ყველა ესენი იღებს ენერგიას ემპათის კომპულსური გაცემისგან. და თუ კი ისინი შეიცვლებიან, შეიძლება არა მხოლოდ მათი ცხოვრება, არამედ მთელი სტრუქტურები მათ გარშემო. რადგან გამთლიანებისას ის პატერნები, რომლებიც დამოკიდებული იყო ემპათის ფრაგმენტაციაზე, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ემპათი გრძნობს ამ არჩევანის სიმძიმეს. თითქოს მას არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ უხილავი სისტემის ნგრევაც მოაქვს. და ისმის ახალი კითხვა, გახდება თუ არა ემპათი ეგოისტი, როცა შეწყვეტს სხვებზე ზრუნვას. აი ეს აშინებს ემპათს ყველაზე მეტად. არადა ნამდვილი ტრანსფორმაცია სწორედ მაშინ იწყება.